და ამ დრომდე დროებითი მოთხოვების იზოლატორებში იმყოფება ის 9 ადამიანი, რომელიც რესტორან ბაბილოსთან საპროტესტო აქციაზე ოლიგარქის პოლიციამ დააკავა. მათთან ერთად მყოფი პირები ყვებიან, რომ დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არც მართლ საწინააღმდეგო ქმედება ჩაუდენიათ. ამიტომ მათთვის სრულიად გაუგებარი არა მიზეზი წაიყვანა ისინი პოლიციამ. გასულ ღამეს მათთან შეხვედრას ცდილობდნენ ადვოკატები და სახალხო დამცველიც. მარიამ ელიბაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და ის ისაუბრებს თემის დეტალებზე. მარიამ, მიეცათ თუ არა საშუალება ადვოკატებს და ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომ მოენახულებინათ დაკავებულები? რამდენიმე წუთი რაც ზახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში შევიდა ადვოკატი დაკავებულების მოსანახულებლად გუშინ 9 ადამიანი დააკავა გომელაურის პოლიციამ ძალადობრივი და არაპროპორციული გზით რესტორან ბაბილოსთან, სადაც შავმანტიანი სანქცირებული მოსამართლეების кейფი მიმდინარეობდა. აქედან ნაწილი გადაყვანილია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ნაწილი კი რჩება ზახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. დიმიტრი უზნაძე ადვოკატი იცავს ამ შემთხვევაში 3 ადამიანის უფლებებს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და როგორც თავად მან გითხრა, ამ ეტაპზე მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა დაკავების დროს მას არაადამიანურად ექცეოდა პოლიცია და აკავებდა არაპროპორციული ძალით. უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა შაბლონურად სავარაუდოდ ეს იქნება 173 მუხლი, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნინო, აქ ელოდებიან ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც, რომლებიც მოინახულებენ გუშინ რესტორან ბაბილოსთან დაკავებულ სამპირს. უნდა ვნახოთ 3 პიროვნება, 3 დაკავებული, რომელიც გულშინ დააკავეს, რაც შეეხება მათ ფიზიკურ მდგომარეობას, როდესაც შევალთ და გავარკვევთ და ვნახავთ პირადად, მე უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვით ამ ნიშნულად დაკავშირებით. მუხლს რაც შეეხება სავარაუდოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევით უნდა იყვნენ დაკავებულები. ჯერ 24 საათის განმავლობაში გააჩერებენ და მე დიდი ალბათობით როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა 24 საათით კვლავ გაუგრძელებენ. გასულ ღამეს გომელაურის პოლიცია იცავდა შავმანტიან სანქცირებულ მოსამართლეების кейფს. მისულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მოსამართლეების უკანონო გადაწყვეტილებას, ასევე მოუწოდებდნენ კლანის წევრებს, რომ მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება კონკრეტულად პროევროპულ აქციაზე დაკავებული ადამიანების მიმართ. ამ დროს იქ გამოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. სწორედ ზვიად ხარაზიშვილი, ეგრეთ წოდებული ხარება იცავდა მოსამართლეების უსაფრთხო кейფს და ჭამას მას, რა დროსაც დააკავეს ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მოსამართლეების უკანონო გადაწყვეტილებას. მე როგორც გითხარით, 9 ადამიანია ჯამში დაკავებული. აქედან 3 ადამიანი არის გადმოყვანილი ზახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, დანარჩენები კი სავარაუდოდ იმყოფებიან დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ადვოკატი ამ წუთებში შესულია და ჩვენ აქ ველოდებით უკვე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, რომლებიც დამეტებით კომენტარებს გააკეთებენ მედიასთან და ბუნებრივია ჩვენც გვაქვს ინტერესი, აქვს თუ არა რაიმე სახის დაზიანებები უშუალოდ გუშინ დაკავებულ ადამიანებს.